was in better shape. I should have learned from the first time, but here I am again. Oh my love, where have you gone? All I want is your easy love. Oh my love, where have you gone? How I'm on that day I lost your easy love, and I want your easy love, and I miss your easy love. Mariam, ჩემი ლურჯი პერანგი სად არის? Mariam, მომისმენი ხა? აი ამ შენ წრევლებზე, ხო? ეთერი შეიძლება უფრო ინერვიულოს და უფრო დაიძაბოს. ასე რომ ეხლა აი ამის კეთებას წავიდა სახე მოიბანე რა. მიდი. რა დაემართა? არაფერი ისეთ. კი არა და რა მაგის პასუხია და ჩემს საყვარელს პიტერს უნდა დავალევინო თავისი საყვარელი პიტენის ჩაი ეხლა მე. და როგორ გეძინა? ეხლა პატარა ბავშვებით ნუ მომექცევით. მართლა მაინტერესებს. სხვათა შორის ცუდად. მთელი ღამე ბაბუაშენი მესიზმრებოდა. სოფლის სახლში ბუხართან იწვა და რაღაცას მთხოვდა. ხოდა ვიფიქრე სოფელში ხო არ წავიდე, ელენეს წავიყვან სკოლაში და მე გავალ დიდუბეში. რატომ მეიწვალოთ მარშრუტით? მე წაგიყვანთ არ მუშაობ დღეს და არაფერი. აბა კაი ბიჭი ხარ კო. მე წავიყვან ელენეს სკოლაში და გამოვიყვან. მეც თავისუფალი ვარ, არ მუშაობ. არა, მაინც მგონია რომ პატარა ბავშვით მეკცევით. ელენეს სკოლაში წაყვანაც შემიძლია და სოფელში მარტო წასვლაც. თქვენ რატო უნდა გაწვალოთ? აბა თქვენ რატო უნდა იწვალოთ, როცა გცალია ორივეს? მორჩა გადაწყვეტილია რა. გავიმზადეთ წავედით. ვარია, ჩემი ლურჯი პერანგი სანდეოს? გარეცხილია რა სხვა ჩაი. ნელა, მარჯუ. ნაკე ჩემოდი. სად არის ყობა, ბიჭო, მაგას არ უნდა შემოეზიდა ესე. რავი კაცმე, რა გითხრა, აბა გუშინ თვითონ მითხრა რომ დილით ადრე მოდი და მომეხმარეოდა, აბა. მაგისთვის დავნიშნე შეფათ რომ მე ვიმუშაო მაგის მაგივ რა. მოიცე ერთი წამი. სადა ხარ აქამდე გაუწყდით მე და ზვია რატო? რაღაც საქმე მქნა და გელაპარაკო. კაი, მე მაღაზიაში გავა. ეხლა მომისმინე. გუშინ დროზე თუ გინდა ბაზარი? არა, არაფერი შუაში არა. აბა რა ხდება, მშვიდობაა? სამსახურიდან მივდივარ. მე кайფები? ამ პროექტზე ბოლომდე დაგეხმარებით, ისიც იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მაქვს აღებული რა. ისე უნდა წავიდე რა. შენ ეხა გუშინდელი ამბის მერე ავარდი რა. არა მარტო. ეთერისა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა. სიმსივნის თემა არა მოკლედ რა და ოჯახს უფრო უჭირდები რა ერთს. ეხა რაღაცა მიზეზებს ეძებ რა. და ეთერი ვაფშე რა შუაში. რა მიზეზებს ბიჭო, სერიოზულად არის მეთქი საქმე. და მაინც ეხლა დაემართა სიმსივნე? აუ ამ ჩემფეხებს თუ არ გჯერია ბიჭო, მე ჩემი გითხარ. მოიცა, ყობა. მომისმინე ერთ წამს რა. შენ ძმობას ვიცავარ, ხო იცი მოუგვარებელი არაფერი არ არის. მითხარი რა მოხდა ობიექტზე რა. შენ კიდე მაგას უდრიალებ, რომ ჩემი აღებული გქონია ეს ლეპტოპი, ხო? საერთოდ არ უნდა მოსულიყავით. მოიცა, მე აქ რას უშვები აქაურობას ეხლა? ბიჭო, მე ჩემი გითხარი მეთქი რა და ისე მაგრა ყელში ამოვიდა უკვე შენი გამხდომები ბიჭო. ყობა.
მოდი რა და დაკეტე კარი. უნდა მიშველო რა. ფერავის ვერ ვეთქვი შენ გარდა. რა მითხარი? რა გჭირ შენ? გადაბნეული ხარ? რა მოხდა? რა მოხდა? მაგრამ ყობა მიქარა ხო რამე? არა ყობა რა ჟუაში. აბა რა მოხდა? რა გატირებს? რა მოხდა? რა დედას? რა ჭირს ეთერ დედას? სიმსიმ. რა? სად არის ახლა? ყობა წაიყვანა სოფელში. ვერ გავიგებ, ვერაფერი ვერ გავიგებ, მომეყავი რა ნორმალურად. იმ დღეს ელენეს მუცელი ასტკივდა და დროზე ადრე წავედით სახლში. ნუ მოკლედ დედაჩემი არ იცოდა სახლში რო ვიყავი და გავიგე ნუნოს როგორ ელაპარაკებოდა. თურმე დიდი ხნის ამბავია. მოიცე. ნუნუ მიცოდა? ხო და იჭუბებოდა რატო არ მკურნალობო. ესე იგი ამიტომ ჩამოვიდა. ხო ამიტომ ჩამოვიდა რომ ბოლო დღეები ჩვენთან გაატარა. კაი, გეხვეწები რა დამშვიდი რა გთხოვ. მომისლე ნორმალურად მომიყავი რა მოხდა? მაშინ რომ ნახე, საერთოდ არაფერი არ ეტყობოდა. იმ დღეს კი არა, საერთოდ არაფერი არ ეტყობა. და თურმე ძალიან რთულ ფორმებში აქ. ხო, მაგრამ ხო არსებობს რაღაც მკურნალობა, ან ქიმია, ოპერაცია, საშველი ხო უნდა იყოს? კი არის რაღაც ექსპერიმენტული მკურნალობა, რადგან იმეც არ გვაძლევენ. დედაჩემის ნათესავს ქონდა იგივე პრობლემა ზუსტად. ეხლა ძალიან კარგად არის ექსპერიმენტული მკურნალობა ჩაიტარა და კაი, გეხვეწები დამშვიდდი რა. მომისმენე მარიამ, ცოცხალ ადამიანს ნუ დაიტირებ ახლა რა, არ არის ეს ნორმალური. დამშვიდდი, გთხოვ. აი, ნუ. დამშვიდდი. არაფერებდა თქვა. მკურნალობაზე ძლებს დავითანხმ. მთავარი არ დაითანხმეთ. მომისმენე ფული ან რაღაც დაგჭირდათ გიორგის ეგრევე ვერ. არა, გვაქვს თანხა, გვაქვს. უბრალოდ ძალიან მეშინია. ვიცი. წარმოიდგინე, ამდენი წელი წასული იყო. ახლა ჩამოვიდა და აი ეს ხდება. მე ეთერი დეიდასნაირ ძლიერ ქალს მართლა არ ვიცნობ რა. მთავარი არ დაინახოს, რომ ესეთ ისტერიკაში ხარ და ტირი, თორემ მის განწყობაზეც იმოქმედებს. აიყვანი თავი ხელში. მე სერჯობს, მე ხა წავალ და ძალიან მაგარ ყავას გაგიკეთებ და მე დავსხლე და დავილაპარაკოთ რა. და რამეს მოვიფიქრებთ. არაფერი არ ხდება, ჯერ გუში მყავდა ექიმთან. შენ რა უნდა გეთქვა? არაფერი საერთოდ მეჭორავო. ვინ ექიმთან? აი, გუში დავამატე Facebook-ზე. აბა მანახე. It's okay. I know someday I'm gonna be with you. ყობა წავიდა. სად? აქედან წავიდა. სამსახურიდან. ხო, რა გჭირდა? ისმენთ. მე ვარ. მოდიში, რომელი განყოფილებაა? კარგით. მშვიდობაა? სასტუმროს ლეპტოპზე აღძრეს საქმე. დაკითხვაზე ვარ დაბარეთ. ეს გაგვაკლდა რა. მოიცა, გიჭერე? არა, რას გიჭერენ, რაღაცეები უნდა გკითხო. რა რაღაცები მიგერს? რავი, რაღაცეები რა, რამდენი კაცი იყავით, ვინმე ხო არ გავიდა, ვინმე ხო არ შემოვიდა, ეთი რაღაცეები. მოიცა, ყობა რო გავიდა, იმასაც გითხავენ? მოდი იცი რა ვქნათ? მოდი ყობა საერთოდ არ ვახსენოთ. არ გვინდა რა ხე ზედმეტი შარი ავირიდოთ რა. მეც რჩვენებაზე არ დაგვერხება? არა, სრუჩვენება რატო იქნება რა? უბრალოდ ერთად მუშაობდით, მე ეს თავის საქმეზე გავიდა, შემოვიდა რა. ავირიდოთ რა თავიდან რა ეს გაუგებრობა. მართალია. შევთანხმდით? კი. აი. მიდი. მიხედე საქმეს.
ჯანდაბა რა. ჯანდაბა ეს ვინღარი. ნუ მოდი. შენ რა იყო რა ნამდვილები ხარ? არა, რა ჭიქა გამითხრა და მომეშალა ნერვები. მერცო რა სულელი ხარ რა. ხილად შედი ვერ მოვასწარი გამოგო. მოვიტან ცოცხლ აქანდას. შემოდი ბოდიში. ცეფ ავალაგებ ამას. აი რას მე ბოდიშები მომეც თუ გინდა მე. არა. მოდი შენ დაჯექი მალხაზის თაფლი მოგიტანე შეჭამე და დაწნა. იმობობა ისე მოეწონა დედას თაფლი. ხო და თუ მოეწონა დილაობით შეჭამოს ხოლმე. ხო იცი წამალია ეგ. ეგ რო შველოდეს ან რამე რო შველოდეს. მარი გაჩერდი ახლა. ყავას და ლევ. არა რა ყავას ეთო შემოურბინე ცოტა ხნით. უი სოფელშია. რაღაც სიზმარი ნახეო და სახმიდა დავხედო. თუ როგორ მარტო წავიდა? არა ძალიან უნდა და მარტო წასვლა, მაგრამ კობამ წაიყვანა. ოქრო ყავ შენ ეგ კობა. ბედნიერი ქალი ხარ. აი ორი კვირის წინ მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავ. მარი შენ ისევ ბედნიერი იქნები. წარმოდგენაც არ გაქვს ისეთი ბედნიერი. როგორ მინდა ნუნუ რომ მართალი იყო. ნუნუ არასდროს არ ცდება. ხო იცი შენ. კაი წავედი ახლა მაშინ. უკვე? ხო თმა უნდა შევიღებო სალონში. ძივს გამონახე დრო. კაი მაშინ არ გაგაჩერებ და მე ჩემთან მოდი აუცილებლად სახის გაწმენდაზე. ო ეხლა მე გაკლი ვარ. კაი ნახოთ საღამო შეიძლება გამოგირბინოთ ისე. ხო აბერა დიდი მადლობა თაფლისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის. ყველაფერი გადასარევად მიდის. მაგრამ ის მიყვირს აქამდე როგორ ვერ მიხვდით ორსულობას. აი, ახლა დანიშნულებას დაგიწერთ. აღრიცხვაზე უნდა დადგე, რომ გეგმიურად იარო. და რამდენი ხნისაა ნაყოფი? 6 კვირის ორსული ხარ. ანუ თუ მჯეროდეს რომ ეს ყველაფერი მართლა ხდება, ხო? მესმის. თქვენ და თქვენი მეუღლე იმდენს ცდილობდით, რომ ეს სულ სხვა სიხარულია. მიცით ყველანაირი იმედი უკვე ამოწურული ქონდა. ალბათ ეს ყველაფერი კურნალობის შედეგია, ხო? 100%-იანი უშვილობის დიაგნოზი არ გქონდათ, უბრალოდ მცირე შანსი იყო თქვენი დაორსულების. საკმაოდ გაგიმართლათ, თუმცა ძალიან იშვიათად ხდება მსგავსი რამ. რაღაცა მინდა რომ გთხოვოთ რა. გიორგის მინდა რომ სიურპრიზი გავუკეთო და თქვენ არაფერი არ თქვათ. შეიძლება? მე და თქვენი მეუღლე არსად გადავიკვეთებით უთქვენოთ, თუმცა ძალიან კარგი, მეცოდინება. მახსოვს თვითონაც როგორი მონდომებული იყო. ძალიან ბედნიერი იქნა. აი ეს დანიშნულება აუცილებლად მივიღოთ. ომეგა 3